რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია ჩვენი ეს განცდები ამ პროცესებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ვფიქრობ, რომ ევროპის, ყოველ შემთხვევაში ევროპაში ნამდვილად ძალიან დიდი ნაწილი მოქალაქეების, პოლიტიკოსებს რო თავი დავანებოთ, ხვდება, რომ დღეს იწერება ძალიან დიდი ხნით შეიძლება განისაზღვროს მომავალი საერთოდ ევროპის კონტინენტის და მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რითი დასრულდება ის პროცესები, რომელიც არის დაწყებული, იმიტომ რომ ჩვენ დღეს პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის, ასე ვთქვათ, დავაფასოთ ეს ბრძოლა, მადლობა ვუთხრათ მათ ამისთვის, იმიტომ რომ დღეს 3 წელი გავიდა უკრაინაში. 3 წელი გავიდა და ჩვენ უნდა გვესწროს, რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ რომ არა უკრაინელების გმირული ბრძოლა, ჩვენ დღეს სხვაგან შეიძლება ყოფილიყავით და რომ არა შეთანხმება, რომელიც უნდა რომლითაც დასრულდება სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა მაინც მოხდება და ყველა ომი რაღაც ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, ასე ვთქვათ, ჩერდება რაღაც მომენტში. ამ შეთანხმების პირობებში უკრაინის ინტერესების მაქსიმალური რეალიზაცია ეს არის პირდაპირ საქართველოს ინტერესები, რა თქმა უნდა. და აქ მე მინდა რომ ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ ხელისუფლება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ვერ მალავდა, რომ იყო აშკარად რუსეთის მხარეს, აი ახლაც ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ღიად აფიქსირებს კმაყოფილებას ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინას ვითარება უმძიმდება მოლაპარაკებების პროცესში, მე მინდა რომ უბრალოდ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, ეხლა რაც წავიკითხეთ, მაგრამ აი ეს რეაქციები რაც იყო, ყველას უნდა შეახსენოს, რომ ჩვენ გვმართავს ხალხი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე არ ზრუნავს, ხო, მარტივია. იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს სხვადასხვა მოსაზრებები ბევრ საკითხზე, მწვავედ ოპონირების რეჟიმში იყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში, მაგრამ აქ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ძალასთან, გაერთიანებასთან, რომელიც არ ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ქართული ხალხის ინტერესებს. და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არა მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლებაა, არამედ ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებელი არალეგიტიმური ხელისუფლება და ქართულმა ხალხმა უნდა აირჩიოს ახალი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართულ ხალხს და იქნება არჩეული, რაც მთავარია ქართული ხალხის. კი, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, რომ რა და როგორ უნდა მოხდეს და ცხადია, მაგრამ მოდით ეს კიდევ მინდა ერთ საკითხზე ვისაუბროთ, ევროპის ყურადღების ცენტრში არის კვლავ და კვლავ საქართველო, მიუხედავად იმისა, რამდენად ცხელია და რამდენად მნიშვნელოვანი თემა არის უკრაინა და დღევანდელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ კვლავ კაია კალასის და არაერთი ევროპელი მაღალჩინოსანი, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თუ დეპუტატია თუ ევროკომისიის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები, რომ ითხოვენ კვლავ და კვლავ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას რეჟიმის ტყვეების, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან არის გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა ამის დაძლევის გზებზეც არის მუშაობა, ეს არის დღევანდელი განცხადებები კიდევ ერთხელ ნათქვამი და რომ მათ მაგიდაზე უდევთ სია იმ ადამიანების, ვინც ადამიანების წამებაში და არა ადამიანურ მოპყრობაში იღებდა მონაწილეობა. რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში ევროკავშირის და ევროპის მხრიდან? მე პირველ რიგში მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ ივანიშვილის ამოცანა, რომ საქართველოს საერთოდ გაქრეს ევროპული დღის წესრიგიდან და რუსეთის პირისპირ აღმოჩნდეს მარტო. რა თქმა უნდა, მისი ამოცანა არის, რომ საერთოდ საქართველოს მსჯელობა არსად აღარ იყოს, უბრალოდ დაივიწყოს ევროპამ, რომ ეს ქვეყანა არსებობს, შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის წარუმატებელი სახელმწიფო, დაიბანოს ხელი ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ მათ შორის
იმ ხალხის დამსახურებაა, რომ საქართველოს არ ჩამოდის დღის წესრიგიდან, ვინც ამ რეჟიმს უპირისპირდება, მათ შორის ჩვენ გაერთიანებული პოლიტიკური აქტორები ამ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველას ძალისხმევის შედეგია ის, რომ საქართველოს დღეს აი უმძიმეს დღის წესრიგში არა მხოლოდ რჩება ევროკავშირის, ასე ვთქვათ, არეალში საფიქრალის, არამედ ჩვენ ფაქტიურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ის, რასაც დღეს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, იმიტომ რომ როგორც არ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის, ასე ვთქვათ, ეს მოლაპარაკებების პროცესი, ერთი რამ არის ნათელი, რომ ევროკავშირი ხდება მთავარი აქტორი უსაფრთხოების, უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპის კონტინენტზე, საქართველოს უნდა იყოს აი ამისი ინტეგრირებული ნაწილი, საქართველოს უნდა კონდეს თავისი ადგილი, მათ შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, როდესაც საუბარი არის ახალ არქიტექტურაზე, ევროკავშირის უსაფრთხოების და ასე ვთქვათ, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ამის ნაცვლად ჩვენ დღეს ვართ იმ ვითარებაში, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არავინ არ აღიარებს, როგორც ლეგიტიმურს, იმიტომ რომ რა იყო დღეს განაცხადი მათ შორის ბრიუსელში ჩვენ რაც მოვისმინეთ, ახალი არჩევნების მოთხოვნა. რატო? იმიტომ რომ კიდევ ერთი მიზანი, რაც არის ივანიშვილის ეს ტყუილი ფუჭი დაპირება ხალხზე, რომ შეეგუება დასავლეთი, შეეგუება ევროკავშირი, ბოლოს მაინც აღიარებენ ჩემს ლეგიტიმურობას, ეს არ დგება ეს მოცემულობა. და სანქციებით იყო დღესაც ნახსენები, ანუ უნდა ველოდოთ, რომ იქნება სანქციების საკითხზე მე მინდა ერთი რამ განვუმარტო საზოგადოებას, იმიტომ რომ შეიძლება განცდა არის, რომ რატო არ წესდება ერთობლივად სანქციები. ან თუ ერთობლივად ვერ ხერხდება, მაშინ ინდივიდუალურ რეჟიმში რატო არ იწყებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო აქტიურ მოძრაობას. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირისთვის დღეს განსაკუთრებით აი ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთიანობის შენარჩუნება საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სფეროში და ეს არის რთული. ჩვენ ვიცით, ამიტომ ისინი ბოლომდე ეცდებიან, რომ კონდეთ ერთიანი პოლიტიკა, ვიდრე დაიწყებენ ინდივიდუალურ რეჟიმში მოქმედებას. ამიტომ არის, რომ დღეს ვნახეთ, რომ კიდე გაიმართა მსჯელობა. ჩვენ მათ შორის ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ ევროკავშირის დედაქალაქებში, განსაკუთრებით, ჯერ დრო დასჭირდება გერმანიაში ახალი ხელისუფლების ფორმირებას, მაგრამ არჩევნები ჩატარდა, გამოიკვეთა ის, რომ ცენტრი მართალია დიდი გამოწვევები აქვს პოლიტიკურ ცენტრს გერმანიაში, მაგრამ არის ძლიერი, მათი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ისე ზოგადად, აი ამ პროცესებში, რასაც ქვია ახალი ევროპული რეალობის შექმნა და ცხადია, რომ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რომ ეს პროცესი ახალი ამერიკული რეალობის შემთხვევაში აქვს თუ არა ოცნებას და ივანიშვილს იმის შანსი, რომ მოახერხოს რაღაცნაირად გადატვირთვა, როგორც ისინი სხვათა შორის ამბობენ და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების და ელოდებით თუ არა სიახლეებს ამ თვალსაზრისით ამ კუთხით ოღონდ. ისეთ რამ მე შემიძლია ვიმსჯელო იმით, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა კონსპიროლოგიაში ვერ შევალ. რასაც ჩვენ ვხედავთ არის შემდგომი რამ. მაგალითად ამერიკაში ჩატარდა რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური ძალების ერთობლივი კონფერენცია, კონსერვატორული მემარჯვენე ძალების, სადაც არავის არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ მიეწვია ივანიშვილის პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც ევროპაში სხვა შორის რამდენიმე კვირის წინ. ანუ ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ, არის შემდგომი, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის კეთროვანის, ასე ვთქვათ, როლში, მას არავინ დემოკრატიულ ქვეყნებში იმ ქვეყნებში, სადაც არ არიან რუსეთის ღია მოკავშირეები ძალაუფლებაში, მათ არავინ არ ეკონტაქტება და არ ელაპარაკება. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არაღიარების აქტს კონგრესში აქვს სერიოზული მხარდაჭერა ტრამპის პარტიიდანაც. ეხლა რაიმე სხვაზე საუბარი ამის იქით, ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ისევე როგორც ევროკავშირთან არ არსებობს არანაირი ურთიერთობა და საქართველოს მოქალაქემ უნდა კითხოს უბრალოდ თავის თავს, რომ ეს ყველაფერი მისთვის რას ნიშნავს, იმიტომ რომ გამოდის კობახიძე და ტყუილებს რო საუბრობს და პირდება ხალხს რაღაც სამუშაო ადგილებს, როდესაც სამუშაო ადგილები ქრება ქვეყანაში. პირდება ინვესტიციებს, როდესაც ინვესტიციები ქრება ქვეყანაში.
ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საბოლოო ჯამში ეს იზოლაცია რამე ის კი არ არის, რომელიც მარტო ივანიშვილს ვნებს ან მის პოლიტიკურ ძალას ვნებს, რა თქმა უნდა მათ ვნებს, მაგრამ ქვეყანას ვნებს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, უფრო დაშორებული ევროკავშირისგან და გაცილებით უპერსპექტივოთ, ვიდრე ვიყავით რამდენიმე თვის წინ. და მოდით ვისაუბროთ შიდა პოლიტიკურ თემებზეც. ეს ყველაფერი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ბრძოლა, რომელიც მიდის ქვეყანაში, ხვალინდელი გაფიცვის აქციის, მარშების მნიშვნელობა ამაზე ვისაუბროთ შემდგომ, მაგრამ მანამდე უნდა კითხოთ, აი მე ყველას ვეუბნები, ის რასაც ვხედავთ და რაც დღეს ვნახეთ თუნდაც, აი სანდრო ცნობილაძის ოჯახში ტერორისტები ვით რომ მოიქცნენ და რაღაც გამოგონილი ბრალდებით ახლა დაატერორეს მისი მოხუცი დედა, მისი შვილები, თავად სანდროს სახელის შებრალვას, როდესაც ცდილობენ კოლოსალური ჯარიმები თქვენ დღეს ბრიფინგი გქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენს პოლიტიკურ ძალას, ფიზიკური ანგარიშწორება, დევნა ადამიანების, მოგრეთ ეს არის მართლაც ტერორი და აი რეჟიმი რაღაც სრული ყველანაირი საცეცით ცდილობს ამ ადამიანების დაშინებას და პროტესტის ჩახშობას, თუმცა ეს არ გამოდის. რა ეტაპზეა ზოგადად რეჟიმი და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, სალომე, თქვენ პოლიტიკოსებმა რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მალე დადგეს ის სასურველი შედეგი, რომელიც არის ახალი არჩევნები და ტყვეების გათავისუფლება. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რაიმე ახალს არ იგონებს, ხო, რეჟიმი, ანუ ცდილობენ ჩვეულებრივი ავტოკრატიული, რუსული ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას. რა არის რუსული ავტოკრატიული რეჟიმი? ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ გვიცხოვრია ესეთი, ხო? 34 წელიწადი გავიდა, რაც ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს და დემოკრატიული განვითარების გზას დავადექით, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტი დრო გვაქვს ნაცხოვრები ავტოკრატიულ რეჟიმში. და რა არის ავტოკრატიული რეჟიმი? რეჟიმი გეუბნება, რომ ან ითანამშრომლებ ჩემთან და შენ გექნება ყველაფერი, გექნება ხელფასი, პრივილეგიები, გექნება დაცული მომავალი, გექნება ის, რაც შენ გჭირდება, შენ ოჯახს გჭირდება, თუ არ ითანამშრომლებ, შენ იქნები რეპრესირებული. რეპრესირებული არა მხოლოდ იურიდიულად და ასე ვთქვათ, აი უკანონო პატიმრების სახით, რომელთა გათავისუფლებაც მოუწოდა სხვათა შორის დღეს ევროკავშირმა რეჟიმს, არამედ მათ შორის ფინანსურად იქნები სანქცირებული, სამსახურიდან გაგაგდებ, ითანამშრომლებ, დაგაწინაურებ. ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი. ერთ პარტიულ ავტოკრატიულ სისტემაში საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ნაცხოვრები მეტი, ვიდრე თუნდაც კოჭლ გარდამავალ დემოკრატიაში. რა გზას ხედავთ, რომ ოცნებას მოუგოთ ამ შემთხვევაში? ერთადერთი გზა ეს არის დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ამ რეჟიმის მიმართ. პოლიტიკურმა ძალებმა ჩვენ გადავდგვით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რამოდენიმეს ჩამოვთვლი. ერთი ეს იყო ის, რომ ჩვენ უარი ვთქვით ლეგიტიმაცია მიგვეცა ამ რეჟიმისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ძალებით მაქსიმალურ კონსოლიდაციას ვახერხებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის ხალხის დაკვეთა, არის ასევე პოლიტიკური ერთობა და ისინი ხშირად საუბრობენ ამაზე და პოლიტიკური მდგენელის კიდევ უფრო რაღაცნაირად გამოკვეთა. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა რაზეც თქვენ საუბრობდით? ეს არის, რაც გააკეთეთ, ეს ძალიან კარგია, რასაც აკეთებთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ აი კიდევ რა დაკვეთა აქვს ხალხისგან პოლიტიკოსებს და როგორ აპირებთ, რომ შეასრულოთ ეს დაპირება, თუნდაც ერთობლის ნაწილში მე არ მგონია, რომ რაიმე ერთი კომპონენტი არის ამ ბრძოლაში, რომელიც არის გადამწყვეტი და რაღაცა ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ამ პროცესს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტს ერთხელ და სამუდამოდ ხალხის სასარგებლოდ. ეს არის ბრძოლა. ამ ბრძოლაში ფიქრობ, რომ ყველა კომპონენტს აქვს თავისი დატვირთვა, მათ შორის სახალხო წინააღმდეგობა რო არ ყოფილიყო, სახალხო წინააღმდეგობის გარეშე ვერანაირი სხვა კომპონენტი ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა. ამიტომ მე მგონია, მე ესე ვხედავ, რომ პოლიტიკური სპექტრი, რაც არის დღეს, თავარ საკითხებზე, თავარ პრინციპულ საკითხებზე ერთიანობას ქმნის და არის ეს ერთიანობა. ნუ არის განსხვავებებიც, ახლა არის განსხვავება, რომ ვიღაცას აქვს ჯერ კიდე მანდატი შენარჩუნებული პარლამენტში, ვიღაცას არ აქვს, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხედავს, მივათ რომ ამაზე არა, ჩემი აზრით შეიძლება ადამიანებს გონიათ, რომ ერთიანობა მაინც და მაინც უნდა იყოს, რომ ხელჩაკიდებული ვიღაცა
ხუთი ლიდერი გამოვიდეს და დადგეს რაღაც სცენაზე, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის გადამწყვეტი. ჩემი აზრით გადამწყვეტი არის ერთიანობა სულისკვეთებაში და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. ერთიანობა იმაში, რომ მაგალითად პარლამენტში იქნება მხოლოდ რუსული ოცნება წარმოდგენილი და არავინ სხვა. ერთიანობა იმაში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად და არანაირი სხვა გამოსავალი არ არსებობს და არანაირ სხვა თემაზე მოლაპარაკებებზე არავინ არ აპირებს არსად დაჯდომას. ეს არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ერთიანობა, ხარდაჭერა ერთიანობით მაგალითად იმ საჯარო დემონსტრაციების, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტოდ უკვე თითქმის 3 თვე არის მიმდინარეობს და რომელიც არის ხვალინდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ამ ბრძოლას არც პოლიტიკოსები წააგებენ, არ ვიცი, არც რაღაც ახალგაზრდები ცალკე წააგებენ. ეს ბრძოლა თუ წასაგებია, ამას წააგებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ხვალ უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ მე ამ ბრძოლის წაგებას არ ვაპირებ. ამ ბრძოლის წაგებას არ ვაპირებ, ხვალ ამისი თქმა შეიძლება ერთადერთი გზით. ეს არის რომ თქვა, რომ არ გეშინია, არც ჯარიმის, არც სამსახურიდან გაგდების, არც არანაირი რეპრესიის, იმიტომ რომ ხვალ არის დღე, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ, რომ ამ ქვეყანამ ერთხელ უკვე დაკარგა დამოუკიდებლობა და ძალიან დიდი ხნით მოუწია სიბნელეში ცხოვრება და რომ მეორეჯერ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს დარჩეს სინათლის, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის და საკუთარი სახელმწიფოს გარეშე. ამის სათქმელად უნდა გამოვიდეს ხვალ ქუჩაში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მერწმუნეთ, რომ ქართულ ოცნებას ბევრად უფრო ეშინია იმ ერთიანობის, რომელიც სწორედ აი ამ დიდ აქციებზე არის ხალხში, თუმცა არც პოლიტიკური ძალების ერთიანობა ახარებს, მაგრამ ხალხის ერთიანობა მათ შორის ქმნის სწორედ ვფიქრობ ყველაზე კარგ წნეხს, როგორც პოლიტიკურ სპექტრზე ერთიანი მოქმედების თვალსაზრისით, ასევე ხელისუფლებაზე. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს პირველ რიგში არის ჩვენი საერთო სახალხო ბრძოლა და მოითხოვს ჩვენს ერთიანობას. მე ნამდვილად ასეა და უმნიშვნელოვანესია ერთიანი ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ერთობა არის ის მართლაც რისიც რეჟიმის ყველაზე მეტად ეშინია ამასობაში არალეგიტიმურ პარლამენტს უკვე დაუინიცირებია სამშობლოს ღალატის შესახებ კანონპროექტი და ჩამონათვალიც არის რა ითვლება სამშობლოს ღალატად და ერთ-ერთი არის ჯაშუშობა სხვათა შორის, რაზეც ეს სპეციალურად გამოვყავი ეს სიტყვა, ელით რომ გამოიყენებენ ამას, თუნდაც პოლიტიკოსების საწინააღმდეგოდ. ხო, იცით რა, მე მგონია რომ უფრო ეს არალეგიტიმური პარლამენტი რაღაც კლოუნადად არის გადაქცეული, რომელშიც უბრალოდ ცდილობენ რომ შექმნან რაღაც თემები, რომელზეც მე ჩვენ აქ უნდა ვისხდეთ და ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამასობაში ხალხი ღარიბდება, თოვლის მოსვლაც კი, არ ვიცი, დამაქცეველი არის ადამიანების ცხოვრებისთვის, ამაზე ვერაფერს ვერ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება სამშობლოს ღალატს, სამწუხარო ის არის, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი არალეგიტიმურია, თორე წარმოიდგინეთ ეს, რომ დარჩენილიყო როგორც ლეგიტიმური კანონი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ წინ რა გველოდებოდა იმ ვითარებაში, როდესაც დღეს ქვეყანას მართავს პირდაპირ საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ასრულებს პირდაპირ მოსკოვის დავალებებს. საბედნიეროდ ამ კანონს ლეგიტიმაცია არ ექნება, ისევე როგორც არც ერთ სხვა კანონს, რომელსაც მიიღებს ეს პარლამენტი.